სენაკის რადიო. Kyrialesa, Salavai Kyrialesa, Kyrialesa, Salavai Kyrialesa, Achal zanas migachvaman goron goitanuas. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელსა და მაყურებელს. მე ვარ ანდრისი ჭინავა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. 2026 წელი ყოფილიყოს ოცნებების ასრულებისა და ერთობის წელი თითოეული ჩვენთაგანისთვის. დღეს მინდა შეძლების დაგვარად მოკლედ და მომწურავად გესაუბროთ ჩვენს საახალწლო ტრადიციებზე და თუ როგორ ხდება სენაკი და სენაკელები ახალ წელს. სენაკის რადიო. მოგეხსენებათ, ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია. დღესასწაულს ისე უნდა შევხვდეთ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა, სიკეთე და სიხარული მოგვიტანოს. სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტრადიციებს. აქ ახალ წელს ოჯახურად და რა თქმა უნდა ტრადიციების დაცვით ხვდებით. Salavai Kyrialesa, Salavai Kyrialesa, Salavai Kyrialesa, Salavai Kyrialesa. სამეგრელოში ამ დღესასწაულს ასევე სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან ჩვენი წარმოდგენების მიხედვით, როგორც შევხვდებით ახალ წელს, ეგეთი წელი გვექნება. ტრადიციები სამეგრელოსა და სენაკში, ოჯახში ნაძვის ხის მორთვით იწყება. შემდგომ კი უკვე 31-ში დილიდანვე იწყება სამზადისი, საახალწლო სუფრას არ უნდა აკლდეს არაფერი და რაც თავარია, სუფრა ტრადიციული მეგრული კერძებით იშლება. აუცილებელია ხომი, ელარჯი, საცივი, კუპატი, ხაჭაპური, ხორციანი კერძები და რაც თავარია ღვინო. Skan magazas kani bagila idishiyevsha. Salavai Kyrialesa, Salavai Kyrialesa, Salavai Kyrialesa, Salavai Kyrialesa. სუფრა უნდა იყოს უხვირო, წელი ბარაქიანი გამოვიდეს და ასევე ტრადიციულად ახალი წლისთვის ჩვენთან ამზადებენ გოზინახსა და ჩურჩხელას. რა თქმა უნდა, ტრადიციულობასთან ერთად ასევე არ ვივიწყებთ თანამედროვეობასაც. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დეკემბრის ბოლო კვირას იწყება ახალი წლის დღეები, რომელსაც ვიწყებთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გრანდიოზულად ანთებით. კვირეულის მანძილზე სენაკი და სენაკელები სასიამოვნოდ არიან დატვირთული საახალწლო კონცერტებითა და ღონისძიებებით. ასევე წინა საახალწლო განწყობის შექმნაში აქტიურად არიან ჩართული როგორც ბაღები, ასევე სკოლები. ტარდება მრავალი წინა საახალწლო ღონისძიება, რაც მეტხალისა და ელფერსდენს სენაკის საახალწლო განწყობას. ხოლო უკვე 31 საღამოს კი გრანდიოზულად ხვდებით ახალი წლის დადგომას და ფეიერვერკებით ვეგებებით თითოეული ჩვენთაგანი მას. სენაკის რადიო. ამის შემდეგ მოდის 2 იანვარი, ბედობა. ეს დღესასწაული, რელიგიური დღესასწაული არ არის მოგეხსენებათ, მაგრამ ბედობის ტრადიცია საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში საუკუნეებს ითვლის. და ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. აქედან გამომდინარე ტრადიციების თანახმად, ოჯახები ბედობა დღეს ვირჩევთ კეთილი გულისა და კარგი ფეხის მქონე ადამიანს, რომელიც ოჯახში მეკლედ უნდა შემოვიდეს. და ასევე ძველად ამ დღეს ცდილობდნენ, რომ არც რაიმე ესესხებინათ და არც გაესესხებინათ. სენაკის რადიო. ამის შემდეგ მოდის 7 იანვარი, შობა. სენაკში შობა ძალიან თბილად, ოჯახურად და რაც თავარია, ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით აღინიშნება. უძველესი საგალობელი ალილოც ამ ტრადიციის განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე ეს დღესასწაული წარმოუდგენელია. Shiochiti kopurini suagopchana pudas. Shors mitini gorun suda ashokor jara pudas.
სადავოიგირიალესა 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 ასე მეურგვალაშა შმამართენ წანაშა სადავოიგირიალესა 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 სენაკის რადიო. თვითონ სიტყვა ალილო სათავეს ალილუიდან იღებს, რაც ღვთისდიდებას ნიშნავს და ქრისტეშობით გამოწვეული უდიდესი სიხარულის გაზიარება ოდითგან ამ სიმღერას საგალობელით აღინიშნებოდა. ასევე სიხარულის გაზიარებასთან ერთად ტრადიციის მთავარი არსი სურსათსანოვაგის მოგროვება და დარიგებაც იყო და სულიერი სიხარულის ანცლოდ ხორცელს წირავდნენ შობის მახარებლებს. ძირითადად შობის წინადღეს, ანუ 6 იანვარს, ბავშვები, ახალგაზრდები და თუნდაც უფროსებიც სოფელში ან ქალაქის უბნებში ჯგუფებად დადიან და მღერიან ალილოს საგალობლებს და ოჯახებს ულოცავენ შობას. მასპინძლებიც კი რა თქმა უნდა ურიგებენ ტკბილეულს, ჭურჭხელას, ხილსა და ფულს. სენაკის რადიო. საქართველოში ალილოს 60 წლიანი წყვეტა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა და შობის ღამეს ბევრი ოჯახი მიდის ეკლესიაში ღამის თევაზე. ეს ყველაფერი არის შობის მთავარი სულიერი ნაწილი. ასევე ალილო ყოველწლიურად შობის ღამის თევის შემდეგ აღინიშნება, განსაკუთრებული სიხარულით ალილოს მსვლელობაში ბავშვები ერთვებიან, რა თქმა უნდა უფროსებთან და სასულიერო პირებთან ერთად და ასევე მსვლელობაში მონაწილეებს უამრავი ადამიანის წირავ შესაძირს, რომელსაც დღის ბოლოს მოხუცებულთა და ბავშვთა თავშესაფარებში ანაწილებენ. ხოლო 7 იანვარს ოჯახები იკრიბებიან უფროსების სახლში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოჯახურ ერთობას. უფროსები აკურთხებენ ახალგაზრდებს, უსურვებენ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას და სჯერათ, რომ შობის დღეს დათქვამ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს და ეს ჩემი აზრით მართლაც ასეა. სენაკის რადიო. ასევე შობის უფროსაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებული იყო და არის ამ დღისადმი მიცხრილი ტრადიციული საშობაო სუფრაც. აი მაგალითად გურიაში ამ დღეს დიასახლისი აუცილებლად აცხობდა საშობაო ღვეძელს. ჩვენთან სამეგრელოში კი ღომითა და საცივით ხვდებოდნენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მესხები ნიგზის გოზინახს ამზადებდნენ, აღმოსავლეთში ტკბილი ქადამზადდებოდა, შავხევსურეთში ხინკალი კეთდებოდა, სვანები კუბდარს ამზადებდნენ, იმერლები ხაჭაპურს, აჭარლები კი აჩმას და ასე შემდეგ. მაგრამ ამ კერძებთან ერთად აუცილებელი იყო და არის ღორის ხორცი და ყველა სუფრას ტრადიციულად ქართული ნუგბარი, ჩურჩხელა ჩირი და გოგრა ამშვენებს და ამშვენებდა. ამის შემდეგ მოდის ძველით ახალი წელი. სამეგრელოში ძველით ახალი წლის ღამეს ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, რომ კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა. წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი და პირუტყვების გამრავლებაო. ამ დალოცვას ოჯახის უფროსი სამჯერ გაიმეორებდა და შემოვიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს, შემდეგ ამ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანსა და სასიმინდეში და შემდგომ სადილამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ულოცავდნენ ახალი წლის დადგომას. რა თქმა უნდა, სენაკშიც ამ დღესასწაულს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და აღვნიშნავთ ტრადიციულად. ძველით ახალი წლის წინაღამეს ვამზადებთ ჩიჩილაკსა და გობს, სადაც ვდებთ ტკბილეულებთან ერთად ყველაფერს. აი მაგალითად სუროს ტოტებს, თხილის ხვიხვილის აიგულს, კვერცხს, ხერხილს, ხილს, კანფეტებს და ფულსაც. ფულს როგორც ქაღალდის კუპიურას, ისევე რკინის მონეტებს. ამის შემდგომ ძველით ახალი წლის მეორე დღეს, ანუ 15 იანვარს, კუჩხას, იგივე რიტუალით ვიწყებთ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრო მძიმე დღედ ითვლება. და ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გვესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. 19 რიცხვამდე ნათლისღებამდე ჩიჩილაკს ვინახავთ სახლში და 19-ში უკვე ჩიჩილაკს ვდებთ ბოსტანში. ამ ყველაფრით სრულდება ისევე როგორც სრულიად საქართველოში, ასევე სენაკშიც საახალწლო პერიოდი. სენაკის რადიო. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. 2026 წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, ბედნიერების,
ხვავის, ბარაქის, წინსვლის, წარმატების, მშვიდობისა და ერთობის მომტანის სრულიად საქართველოსთვის. სენაკის რადიო. სენაკის რადიო. სენაკში საახალწლო განწყობა ქალაქის საერთო სივრცეებში განსაკუთრებით იგრძნობა. დეკორირებული ცენტრალური მოედანი, განათებული ქუჩები და კულტურული დაწესებულებები ქმნის გარემოს, რომელიც დღესასწაულის მოახლოებას ყველას აგრძნობინებს. ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან ამ პროცესში. ისინი იკრიბებიან ქალაქის მთავარ სივრცეებში, ესწრებიან კონცერტებს, საახალწლო ღონისძიებებსა და თეატრალურ წარმოდგენებს, რაც მათთვის არ მხოლოდ გართობის, არამედ ურთიერთობისა და საერთო ემოციების გაზიარების შესაძლებლობაც არის. ახალგაზრდებისათვის საახალწლო პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი ხდება. ისინი იკრიბებიან ქალაქის მთავარ მოედანზე, კულტურულ სივრცეებსა და გასართობ ადგილებში. ესწრებიან კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებს. ამ ღონისძიებებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ახალგაზრდებში წინა საახალწლო განწყობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ამასთან, სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთთან აკავშირებს, იძლევა იდეების გაცვლისა და ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას. ახალგაზრდების შეკრების ერთ-ერთ მთავარ ადგილად რჩება ცენტრალური მოედანი და მისი გვრივ არსებული სივრცეები. აქ საახალწლო ატმოსფერო ყველაზე ინტენსიურად იგრძნობა. განათებები, მუსიკა და ადამიანების სიმრავლე ქალაქს ერთი დიდი საერთო დღესასწაულის გარშემო აერთიანებს.
ნაძვისხის ანთების დღე სენაკში წინა საახალწლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენაა. ეს არის დღე, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს დღესასწაულის დაწყებას და ქალაქის ცხოვრებაში განსაკუთრებულ განწყობას ამკვიდრებს. ნაძვისხის ანთება თითოეული მაცხოვრებლისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის საახალწლო მოლოდინის ყველაზე თვალსაჩინო და დასამახსოვრებელ მომენტად იქცევა. ამ დღეს ქალაქის ცენტრალური სივრცე ერთიანობის ადგილად ყალიბდება. ადამიანები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მიუხედავად იკრიბებიან ერთ სივრცეში, რათა ერთად გახდნენ ამ განსაკუთრებული მოვლენის მონაწილეები. განათებული ნაძვისხე ქმნის განცდას, რომ ქალაქი ერთ დიდ საერთო დღესასწაულში ერთვება და ყოველდღიური რიტმი დროებით სადღესასწაულო ატმოსფეროს უთმობს ადგილს. განსაკუთრებულ გავლენას ახდენს საახალწლო დეკორაციაც. განათებული ნაძვისხე, ქუჩების გაფორმება და სხვადასხვა ინსტალაცია ახალგაზრდებში პოზიტიურ განწყობას აძლიერებს და მათთვის ქალაქს უფრო მიმზიდველს ხდის. ეს დეკორაციები ყველასათვის განსაკუთრებული დღესასწაულის საერთო განცდას უზრუნველყოფს. სკვერი ასევე მნიშვნელოვანი სივრცეა საახალწლო განწყობის გასაძლიერებლად. სადღესასწაულო დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებული გარესივრცე ახალგაზრდებისათვის იქცევა ადგილად, სადაც ყოველდღიურობა დღესასწაულის ფორმას იღებს. ეს ვიზუალური გარემო ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს. ყოველდღიური სეირნობა ან მეგობრებთან შეხვედრა საახალწლო ატმოსფეროში გაატარონ. სწორედ ამ გარემოს წყალობით ახალგაზრდები ირჩევენ ამ ადგილებს შეხვედრებისა და თავისუფალი დროის გასატარებლად, რადგან აქ ყოფნა თავად ქმნის დღესასწაულის განცდას. სენაკის რადიო. თეატრი საახალწლო პერიოდში კულტურული ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. თეატრალური წარმოდგენები, სადღესასწაულო სპექტაკლები და სპეციალური პროგრამები ახალგაზრდებისათვის არა მხოლოდ გართობის, არამედ კულტურულ გამოცდილებაში ჩართულობის შესაძლებლობას წარმოადგენს. თეატრი ამ პროცესში ასრულებს როლს, რომელიც დღესასწაულს სიღრმესა და შინაარს მატებს. იგი აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვე ინტერესებს და ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას საახალწლო განწყობა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ კულტურულადაც აღიქვან. მუსიკალური კონცერტები სენაკში საახალწლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ელემენტია. მუსიკა ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს ანიჭებს სიცოცხლეს და წინა საახალწლო პერიოდს ყოველდღიურობისაგან გამოარჩევს. კონცერტებზე დასწრება ახალგაზრდებისათვის მხოლოდ მუსიკის მოსმენას არ ნიშნავს. ეს არის საერთო ემოციების გაზიარების შესაძლებლობა. სწორედ მუსიკა ქმნის იმ საერთო სივრცეს, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები განსხვავებული ინტერესების მიუხედავად ერთიანდებიან. სენაკში საახალწლო აქტივობები ახალგაზრდებისათვის ქმნის შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებული დღეები მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარონ. სენაკის მერიისა და სხვა ადგილობრივი ორგანოების ორგანიზებული და ინიცირებული ღონისძიებები, განათებული ქუჩები თუ დეკორაციებით გაფორმებული მოედნები და სხვა აქტივობები, რომლებიც სწორედ ახალგაზრდებისა და სრულიად ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე ამორგებული, ქალაქს განსაკუთრებულ სადღესასწაულო ატმოსფეროს ძენს და წინა საახალწლო განწყობას ამაღლებს. ადგილობრივი ორგანოების ინიცირებით სენაკელი ახალგაზრდებისათვის საახალწლო დღეები განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დატვირთვას ატარებს, რომლებიც ფარგლებშიც მათ საშუალება აძლევათ ჩაერთონ ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა საკონცერტო საღამოები, სადღესასწაულო ქარავნები და სხვა გასართობი აქტივობები. შედეგად, მერიისა და ადგილობრივი ორგანოების ჩართულობით წინა საახალწლო პერიოდის სენაკში ახალგაზრდებისათვის სრულყოფილი, მხიარული და უსაფრთხო შემოქმედებითი გამოცდილება ხდება, რაც ქალაქს ერთიან, ცოცხალ და სადღესასწაულო სივრცედ აქცევს. საახალწლო პერიოდი სენაკში იქცევა დროდ, როდესაც ქალაქის საზოგადოებრივად ერთიანდება. ეს ერთიანობა განსაკუთრებით ახალგაზრდებში აისახება, რომლებიც ამ გარემოში საკუთარ ადგილს პოულობენ და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობით ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ და საერთო დღესასწაულის ნაწილად იქცევიან. სენაკის რადიო. Gamodit,